მოგესალმებით. დღეს ერთ საკმაოდ საინტერესო საკითხს ჩაუღრმავდებით. წარმოიდგინეთ, რომ სექსუალობის ისტორია, აი როგორც ხშირად გვესმის, მუდმივი ჩახშობა, რეპრესია შეიძლება სულაც არ იყოს სრული სურათი. დიახ. ხშირად გამარტივებულად აღვიქვამთ ხოლმე. ხო და ჩვენ გვაქვს წყაროები. მიშელ ფუკოს ნაშრომებიდან ნაწყვეტები, მისი ლექციები და ერთიც მღვდელ გიორგი წეროძის მოსაზრება. ვეცდებით დავინახოთ, როგორ მუშაობს ძალაუფლება სინამდვილეში, აი როგორ აყალიბებს ჩვენს წარმოდგენებს სექსუალობაზე. და როგორ უკავშირდება ამას ცოდნა. ესა მთავარი კავშირი, რომელსაც ფუკო იკვლევს. ძალაუფლება და ცოდნა ერთმანეთს აძლიერებენ. მიზანიც ეგაა, რომ გავცდეთ აი ამ რეპრესიის იდეას და ვნახოთ უფრო რთული მექანიზმები. კი ბატონო, ვნახოთ, როგორ არ არის ძალაუფლება მხოლოდ აკრძალვა. ხშირად ის აწარმოებს ქმნის, განსაკუთრებით ისეთ ინტიმურ სფეროში, როგორიც სექსუალობაა. დავიწყოთ მაშინ მღვდელ გიორგი წეროძის დაკვირვებით. საინტერესო პარალელს ავლეს. დიახ, ის ადარებს ლუკას სახარებაში ხაზგასმულ სოციალურ საკითხებს. რესურსების განაწილება, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება. ზუსტად, ამას ადარებს თანამედროვე საეკლესიო დისკურსს, რომელიც მისი აზრით ხშირად უფრო პირადულ ინტიმურ საკითხებზეა ფოკუსირებული. კი. და ეს დაკვირვება თითქოს ეხმიანება ფუკოს უფრო ფართო ანალიზს, თითქოს კულტურა, ინსტიტუტები ფოკუს ინდივიდის შინაგან სამყაროზე, მის სურვილებზე, მის სექსუალობაზე გადაიტანენ. და ამით მას ცოდნის და შესაბამისად კონტროლის ობიექტად აქცევენ. გარკვეულწილად. კი. ამის უკეთ გასაგებად ფუკოს ძალაუფლების ცნება უნდა გავიხსენოთ. აი, დისციპლინა და დასჭიდან. კარგი აზრია. ანუ ის, რომ ძალაუფლება შეიცვალა. აღარ არის მხოლოდ სუვერენი, რომელიც თავს კვეთს და всё. ზუსტად, ის განასხვავებს ძველ, სუვერენულ ძალაუფლებას, რომელიც ჩანდა, რომელიც სჯიდა, კრძალავდა და ახალ, დისციპლინურ ძალაუფლებას. რომელიც უფრო შეუმჩნეველია. დიახ, და უფრო პროდუქტიული. ის არა მხოლოდ კრძალავს, არამედ აწარმოებს, აყალიბებს ქცევებს, სურვილებს, თავად ინდივიდებს. მუდმივი მეთვალყურეობის და ნორმალიზების გზით, აი იმის განსაზღვრით, რა არის ნორმალური და რა არა. კი ბატონო, მუდმივი მეთვალყურეობა, ან თუნდაც მისი შესაძლებლობა. ის ცნობილი პანოპტიკონის მაგალითი ხომ ამაზეა, ციხე, სადაც არიცი გიყურებენ თუ არა და ამიტომ სულ ისე იქცევი თითქოს გიყურებენ. აი ეგაა. ძალაუფლება ხდება შინაგანი, თვითკონტროლი, თვითდისციპლინა. ეს არის თანამედროვე ძალაუფლების ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი. გასაგებია, და სწორედ ამ სათვალით უყურებს ფუკო სექსუალობას. დიახ, სექსუალობის ისტორიაში ის სწორედ ამ პრიზმით აანალიზებს და ეჭვქვეშ აყენებს იმ გავრცელებულ რეპრესიულ ჰიპოთეზას. ანუ იმ აზრს, რომ სადღაც მე-17 საუკუნიდან, განსაკუთრებით ვიქტორიანულ ხანაში, სექსი ტაბუდადეს, ჩაახშეს, აკრძალეს. ფუკო ამბობს, რომ ეს ზედმეტად მარტივია. კი, რა თქმა უნდა, იყო შეზღუდვები, ვინ, სად, როდის და როგორ საუბრობდა სექსზე. ეს დარეგულირდა. მაგრამ ამავდროულად მოხდა პირიქით. მოხდა სექსზე საუბრის, ანალიზის, კლასიფიკაციის, კვლევის წარმოუდგენელი აფეთქება. დისკურსის წახალისება, როგორც ფუკო უწოდებს. ანუ პარადოქსია, თან ზღუდავდნენ, თან უსასრულოდ საუბრობდნენ. ზუსტად. ფუკოს აზრით, არასდროს უსაუბრიათ, უკლევიათ და უწერიათ სექსზე იმაზე მეტი ვიდრე ამ ეპოხაში. მაგალითებიც ხომ არის? აი, კათოლიკური აღსარების პრაქტიკა, რომელიც უფრო და უფრო ღრმად მიდის სურვილებში, ფიქრებში. დიახ, აქცენტი ხმედებიდან სურვილზე გადადის. ასევე სკანდალური ლიტერატურა მარკიზ დე სადი. ან ის ანონიმური აღსარებები, ჩემი საიდუმლო ცხოვრება. და რა თქმა უნდა, მედიცინა, ფსიქიატრია, სამართალი. მათი მზარდი ინტერესი სექსუალური ქცევებისადმი. აი თუნდაც ის ფერმის მუშავა ჟუიის შემთხვევა. ხო, მახსოვს. ერთი შეხედვით უმნიშვნელო საქციელი პატარა გოგოსთან. მე-19 საუკუნეში ხდება უცებ ინტენსიური სამედიცინო იურიდიული გამოძიების, დოკუმენტირების, ანალიზის საგანი. აი ეს არის დისკურსის წარმოება. და ფუკოს მთავარი თეზისიც ხომ ესაა, რომ ამ დისკურსის აფეთქებამ კი არ ჩაახშო სექსუალობა. არამედ აქტიურად შექმნა და დაამკვიდრა სექსუალობის ახალი ფორმები, ახალი კატეგორიები. განსაკუთრებით ის, რასაც
გადახრებს, perversions უწოდებს. ანუ აქცენტი გადავიდა აკრძალული ქმედებიდან, ადამიანების ახალი ტიპების იდენტიფიცირებაზე. მაგალითად, ჰომოსექსუალური. ფუკოს მიხედვით ის მე-19 საუკუნეში ჩნდება. არა როგორც ადამიანი, რომელიც რაღაცას აკეთებს, არამედ როგორც ცალკე სახეობა. თავისი ბუნებით, ხასიათით, ისტორიით თითქმის ბიოლოგიური კატეგორია. და ეს არ იყო უბრალოდ დაკვირვება, ხო? ეს იყო აქტიური პროცესი. რა თქმა უნდა, ეს იყო ძალაუფლების აქტი. მედიცინამ, ფსიქიატრიამ, სამართალმა ეს კატეგორიები თითქოს ჩანერგეს სხეულებში. აქციეს ანალიზის, კლასიფიკაციის, მეთვალყურეობის ობიექტად. და საბოლოოდ კონტროლის. ძალაუფლებამ დაიწყო იმ სექსუალური იდენტობების წარმოება, რომელთა მართვასაც ცდილობდა. მაშ რას ნიშნავს ეს ყველაფერი დღეს ჩვენთვის? ეს ანალიზი ხომ გვაიძულებს სხვანაირად შევხედოთ სექსუალობას, იდენტობას, თავისუფლებას? ნამდვილად. გვაფიქრებინებს იქნებ ის, რასაც ჩვენ გათავისუფლებად ვთვლით, აი ეს მუბლივი საუბარი სექსზე, საკუთარი იდენტობის ძიება, განსაზღვრა. იქნებ ესეც ძალაუფლების უფრო დახვეწილი, პროდუქტიული ფორმაა, რომელიც გვაიძულებს ვილაბარაკოთ, განსაზღვროთ, ვაკონტროლოთ საკუთარი თავი. ფუკოს პერსპექტივით თუ ვიმსჯელებთ, ჩვენი თანამედროვე სექსუალობა და მისი აღქმა არა იმდენად წარსული რეპრესიებისგან თავის დაღწევის შედეგია, რამდენადაც თანამედროვე იმ დისციპლინური ძალაუფლების პროდუქტი. ძალაუფლების, რომელიც ერთდროულად გვაიძულებს ვისაუბროთ, დავასახელოთ, განსაზღვროთ საკუთარი თავი. და ამავდროულად, სწორედ ამ განსაზღვრებებითა და კატეგორიებით გვაკონტროლებს. ეს კი ნამდვილად სერიოზულ კითხვას ტოვებს. უფრო შეუმჩნეველი გზებით. ამაზე დაფიქრება ღირს.